BTS, Blackpink, Stray Kids. ალბათ ძალიან ბევრი იცით ამ K-pop ჯგუფებზე. და ვიცი რომ ბევრი თქვენგანი მაგათი ფანია. ისინი ძალიან პოპულარულები არიან და მეც გეტყვით რომ ყოველ წელს იქნება ახალი K-pop ჯგუფები, რომლის არსებობაზე მთელი მსოფლიო იგებს. K-pop ინდუსტრია მთელი თავისი ბრწყინვალებით ცნობილია თავისი წარმოუდგენელი სიმკაცრით. K-pop-ის სამყარო ეს არის კაშკაშა შუქები, დამახსოვრებადი მელოდიები, უნაკლო ქორეოგრაფია და მილიონობით ერთგული ფანი მთელ მსოფლიოში. მაგრამ ამ წარმატების ფასადის მიღმა იმალება ინდუსტრია წარმოუდგენლად მაღალი ფსონებით, დამქანცველი მოთხოვნებითა და წნეხით, რომელიც ბევრს ამსხვრევს. რატომ არის K-pop ინდუსტრია ასეთი სასტიკი? გზა ოცნებისკენ. ყველაფერი დებიუტამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ათასობით ბავშვი და მოზარდი ოცნებობს რომ გახდეს აიდოლი. კომპანიები ანუ სააგენტოები მომავალი აიდოლების შერჩევას იწყებენ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში. ზოგჯერ 10-12 წლიდან. მოსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთაც კი ტარდება. სააგენტოში მოხვედრის შემდეგ ტრეინები ასე ეძახიან სტაჟიორებს, წლებს უთმობენ დამქანცველ ვარჯიშებს. ვოკალი ცეკვა ხშირად დღეში 10-12 საათი ვარჯიშობენ. რეპი, სამსახიობო ოსტატობა, უცხოენების შესწავლა, ეს არის ინგლისური, იაპონური და ჩინური. სწავლობენ ასევე ეტიკეტს და მედიასთან ურთიერთობას. სასკოლო განათლება ხშირად მეორე პლანზე გადადის, ან შრომასთან ერთად მიმდინარეობს, თუმცა მე ვერ ვხვდები თუ ვარჯიშობენ ცეკვაში დღეში 10-12 საათი. რა დრონდა დაგჩეს სწავლისთვის, ეს უბრალოდ სიგიჟეა. ტრეინები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ და ყოველთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან დებიუტის შანსისთვის. აქ დებიუტი არავისთვის არაა გარანტირებული და ბევრი წლებით რჩება სტაჟიორად, ანუ ტრეინად, ისე რომ სცენაზე არც არასდროს გამოდის. ამ სკოლაში აქვთ მკაცრი წესები და კონტროლი. სააგენტოები მკაცრად აკონტროლებენ ტრეინების ცხოვრებას. ყოველდღიური აწონვა და დიეტები, რომელიც გამოფიტვის ღვრამდე მიყავთ უბრალოდ. ნებართვის გარეშე გარკვეული ვარცხნილობის გაკეთებაც კი არ შეუძლიათ. აიდოლები, რომლებიც დატოვეს ეს ინდუსტრია, ყვებოდნენ თუ როგორი მკაცრი გრაფიკი ქონდათ. ხშირ შემთხვევაში შენი დღე იწყება დილის 5 ან 8 საათზე და ვარჯიში მთავრდება ღამის 12 საათის შემდეგ. ასევე უკრძალავენ რომანტიკულ ურთიერთობებს, არ შეუძლიათ ტელეფონის ან სოციალური ქსელების გამოყენება, ამიტომ ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გარიცხვა გამოიწვიოს. რამდენს შეუძლობენ სინამდვილეში აიდოლები? იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ეს სკოლა უფასოა, სააგენტოები უზარმაზარ თანხას დებენ ტრეინების სწავლებასა და შენახვაში და ეს ხარჯები მომავალ აიდოლს ტრეინის ვალად აწყვება. სამომავლოდ კონტრაქტს აწერენ ხელს, სადაც წერია, რომ ეს ვალი უნდა დაუბრუნდეს სააგენტოს და რა თქმა უნდა, პატარა თანხაზე არაა საუბარი და შეიძლება წლები დასჭირდეს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ K-pop აიდოლები ფულში ბანაობენ, მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო რთულია და არაერთგვაროვანია. როცა ტრეინი იქცევა აიდოლად, გამოდიან სცენაზე, იწერენ სონგებს და პირველი თანხა, რომელიც შემოსდით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იფარება სწავლების ვალი. პირველი შეხედულებით თითქოს დაუფასოდ სწავლობ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოიმუშავებ. სანამ აიდოლი რაიმე ხელფასის აღებას დაიწყებს, ეს ვალი ჯგუფის შემოსავლიდან მთლიანად უნდა დაიფაროს. და ამ პროცესს შეიძლება მრავალ წლამდე დასჭირდეს. და ბევრი ჯგუფი იშლება ისე, რომ ამ ვალს ვერასდროს იხდიან და ტრეინები თვითონაც არიციან ზუსტად რა ღირს ერთი წელი სწავლება ასეთ აიდოლების სკოლაში. და ხშირად აიდოლების შემუშავებული თანხა არაპროცენტულად იყოფა სააგენტოსა და K-pop ჯგუფის შორის. ზოგი აგენტი იღებს 95%-ს, ხოლო 5% შემოსავლებიდან იყოფა ჯგუფის წევრებზე. კომპანია ლომის წილს იღებს. ეს უბრალოდ სიგიჟეა. კონტრაქტები ჩვეულებრივ ისეა შედგენილი, რომ კომპანია ჯგუფის ყველა შემოსავლებიდან ძალიან დიდ პროცენტს იღებს. ახალბედებისთვის ეს შეიძლება კომპანიის სასარგებლოდ იყოს 70-90%. უფრო ცნობილი არტისტებისთვის პირობა შეიძლება უფრო კარგი იყოს და ხშირად იღებენ 50-50-ზე. ან ზოგჯერ არტისტების სასარგებლოდ იღებენ, მაგრამ ეს იშვიათია. მკაცრი გარეგნობის კონტროლი.
აიდოლები უსასრულოდ ათიან სილამაზის, დიდების და სრულყოფილების კიბეებზე. ლეიბლის მუშაობა არ არის შეზღუდული მხოლოდ არტისტების შემოქმედებაზე. მათი მოთხოვნები ვრცელდება აიდოლის გარეგნობაზეც. თქვენ უნდა იყოთ იდეალურები. ყოფილი მემბერი და აიდოლი ჯგუფის ბლეიდი კრისტინა გაგვიზიარა ძალიან ბევრი საიდუმლო, რომელიც ეხება გარეგნობას. ალბათ ფიქრობთ, რისთვის იკეთებენ ქირურგიულ ოპერაციებს აიდოლები, როცა ისედაც კარგად გამოიყურებიან. იკეთებენ ცხვირს, ნიკაპს, ტუჩებს, იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველები იყვნენ მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის ხალხიც იკეთებს ოპერაციებს და გასაკვირი არ არის, ყველას უნდა რომ გამოიყურებოდეს იდეალურად. შესაძლებლობა აქვთ და შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ისე როგორც უნდათ. მაგრამ როცა ქირურგიული ოპერაციები ეხება K-pop ინდუსტრიას, ეს არ არის კითხვა. თქვენ არ გაქვთ გამოსავალი. ისინი გაიძულებენ ამის გაკეთებას. შენ არ გრჩება არჩევანი. შენ არ შეგიძლია თქვა უბრალოდ არა. ასევე კრისტინა K-pop ჯგუფიდან ბლეიდი გაგვიზიარა ისტორია, როცა იყო ტრეინი. მისი ლეიბლის წარმომადგენლები რეპეტიციაზე ეუბნებოდნენ, რომ მისი თვალები გამოიყურება ძალიან დაღლილად და რომ უფრო ფართოდ გაახილოს. ლეიბლი პირდაპირ ტექსტით ეუბნებოდა, რომ არ მოგწონს შენი თვალები, გეხვეწები რამე გააკეთე. ისინი მეუბნებოდნენ, ისე დაღლილად გამოიყურები, გაახილე თვალები ფართოდ და რაღაც მომენტში მართლა იმდენად ფართოდ ვახელდი თვალებს, რამდენადაც კი შემეძლო. ანუ ამ მომენტამდე კრისტინა ფიქრობდა, რომ ნორმალური თვალები ქონდა ყოველთვის, მაგრამ ყოველდღე როცა მიდიოდა სწავლებაზე, ეუბნებოდნენ ერთ და იგივეს, გაახილე თვალები უფრო ფართოდ. კიდევ კრისტინამ თქვა, რომ როცა ხარ K-pop ჯგუფში, თქვენი თმა თქვენ არ გეკუთვნით. არსებობს სტილისტი, რომელიც თვითონ წყვიტავს, როგორი გარეგნობა გექნებათ დღეს. როგორი ვარცხნილობა, როგორი თმის ფერი და თქვენ არ გაქვთ უფლება რაიმე შეცვალოთ ლეიბლის ნებართვის გარეშე. იგივე ეხება პირსინგს სტატუსს, თქვენ არ გაქვთ არაფრის შეცვლის უფლება. ან თუნდაც გაკეთება, რადგან ფაქტობრივად თქვენი სხეული თქვენ არ გეკუთვნით. კრისტინამ თქვა, რომ მანდ იყო იმდენად სასტიკი წესები, რომ თქვენ არც კი შეგიძლიათ საკუთარ წარბებს შეეხოთ. აი როგორც გაგიკეთათ სტილისტმა, ისე უნდა დატოვოთ და არ შეგიძლიათ ხელის შეხება. მოყვა ერთი ისტორია, რომ მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა მოიღო რამოდენიმე ღერი წარბის და ისე მოვიდა სტილისტთან და მან უთხრა, მე ხომ გითხარი, არ შეეხო წარბებს საერთოდ. და საკუთარ თავს რომ შევეხო საერთოდ შეიძლება? ბარემ ტუალეტშიც გამომყევი იქნებ, მანდაც რაღაცას არასწორად ვაკეთებ. აი მე არ შემიძლია რა. და რა თქმა უნდა გოგომ გაგვიზიარა წონის თემაც. ამ ჯგუფში ბლეიდი ყველა გოგო უნდა იწონიდეს 45 კილოგრამს. ეს არის K-pop-ის ყველა ლეიბლის წონის სტანდარტი. მაგრამ ამავდროულად თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ფორმაში, მრგვალი ფორმები უნდა გქონდეთ, მაგრამ ამავდროულად უნდა იწონიდეთ 45 კილოგრამს. ამიტომ ლეიბლის უმეტესობა იყენებს კორექციულ ტანსაცმელს და ჩასაფენებს. კრისტინამ თქვა, რომ თითქმის ყველა K-pop ჯგუფი იყენებს ჩასაფენებს. და იმისთვის, რომ შეინარჩუნონ კარგი წონა, აიდოლებს უწევთ მკაცრი შეზღუდვების დაცვა. ასე ერთხელ მომო K-pop ჯგუფის მემბერი აიძულეს დაიკლოს წონაში ეგრევე 7 კილოგრამით. ამის გამო მომოს უწევდა ჭამოს დღეში 1 ყინულის ნატეხი, ვიცი, გიჟურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ის ჭამდა დღეში 1 ყინულის ნატეხს და ამავდროულად ვარჯიშობდა, რომ მაქსიმალურად მალე დაეკლო. ძალიან ბევრი გოგონა იმეორებს დიეტას, აიუს. ეს დიეტა მდგომარეობს იმაში, რომ დილით ჭამ 1 ვაშლს საუზმეზე, შემდეგ დღისით ჭამ 1 sweet potato-ს, ტკბილ კარტოფილს და საღამოს ვახშამი შედგება 1 პროტეინის შეიქით. ჩემი აზრით, ამის კვება ყოველდღე უბრალოდ შეუძლებელია. სისასტიკე. ზოგ ლეიბლში K-pop აიდოლებს აიძულებენ იყვნენ მაქსიმალურად გამხდრები, მაგრამ ამავდროულად შრომისუნარიანი და ხშირ შემთხვევაში მათი გრაფიკი იმდენად რთულია, რომ აიდოლები უბრალოდ ცუდად ხდებიან სცენებზე. და ეს არ არის გასაკვირი, რადგან გრაფიკი ნამდვილად სასტიკი აქვთ. ყოფილი აიდოლები K-pop ინდუსტრიის მასიურად შეიტანეს სარჩელი ხმის ჩამწერ კომპანიებზე. დადანაშაულეს სასტიკი მოპყრობა და ჰქონდათ უსამართლო კონტრაქტი
კონტრაქტები. Hagen და Super Junior განაცხადეს, რომ SM Entertainment-ი უარს აცხადებდა დასვენების დღის აღებაზე 2 წლის განმავლობაში, რის გამო განუვითარდა გასტრიტი და თირკმლების დაავადება. ჩნდება კითხვა, თუ არის ამდენი მინუსი K-pop ინდუსტრიაში, მაშინ რატომ უნდა ყველა სამხრეთ კორეაში გახდეს აიდოლი? საქმე იმაშია, რომ ხალხს ურჩევნია, რომ გახდეს აიდოლი, ვიდრე დარჩეს უმუშევარი, რადგან სამხრეთ კორეაში სტატისტიკის თანახმად, ახალგაზრდების დაახლოებით 11% 15 წლიდან 29 წლამდე არ გააჩნიათ სამსახური. ამიტომ ისინი მისდევენ ამ ოცნებას. მაგრამ არსებობს ასეთი ლეიბლები, რომელთა K-pop ჯგუფები არ ხდებიან პოპულარულები, რაღაც არ გამოსდით უბრალოდ. თუმცა გადიან ტრეინის სწავლებას, ხვდებიან K-pop ჯგუფებში, მაგრამ ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ჯგუფი უბრალოდ არ გაიქაჩება. რომანტიკული ურთიერთობა. აიდოლები მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან საზოგადოებისა და კორეელი ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდან. ნებისმიერ შეცდომას, უყურადღებო სიტყვას, რაიმე ჭორს შეუძლია სიძულვილის ტალღა და კიბერბულინგი გამოიწვიოს, რაც სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას იწვევს აიდოლში. აიდოლებისგან ყველაფერში უნაკლობას მოელიან, გარეგნობა, ცეკვა, სკანდალების არარსებობა. ისინი უნდა იყვნენ თავაზიანები, მომღიმრები და შეესაბამებოდნენ სცენურ იმიჯს. K-pop ინდუსტრიაში ხშირად რომანტიკულ ურთიერთობებს მალავენ, მახსოვს რომ კომპანია მეუბნებოდა, არ დაგიჭირონ. ძალიან ბევრია ის, ვისაც აქვს ურთიერთობა. ხშირ შემთხვევაში პაემანი ხდება ღამით, ამისთვის უნდა დატოვო ქალაქი სეული და შეხვდე ღამით. ზუსტად ამ მიზეზის გამო არსებობს ცალკე K-pop ჯგუფები გოგოების და ცალკე ბიჭების, რომ ფანები არ იეჭვიანონ იმაზე, რომ აიდოლს შეუძლია თავისი ჯგუფის წევრთან ურთიერთობა. ბევრ ფანს უნდა, რომ აიდოლი იყოს მარტო. ეს ინდუსტრია ნამდვილად ძალიან სასტიკია. თუნდაც შევხედოთ ამერიკულ არტისტებს, მათ შეუძლიათ გამოუშვან ერთი ალბომი და მერე დაისვენონ 1-2 წელი და არაფერი გამოუშვან. Beyoncé მაგალითად 6 წელი სცენაზე საერთოდ არ გამოდიოდა. მაგრამ K-pop ინდუსტრიაში ისვენებენ მხოლოდ 2-3 თვე და მერე ისე უშვებენ ალბომს. ანუ მუშაობენ უბრალოდ გაცვეთაზე. ასეთი გრაფიკის გამო აიდოლს უჩნდება ფიზიკური და მორალური გამოფიტვის პრობლემა. უჩნდება ძლიერი დეპრესიები, ჯანმრთელობის პრობლემები. სამწუხაროდ ამ ზეტოლას ბევრი ვერ უძლებს და ალბათ გაგიგონია ამბები, როცა მსოფლიო კარგავდა ნამდვილად კარგ აიდოლებს. აკვიატებული ფანები. ასეთ პოპულარობას მოსდევს კიდევ ერთი პრობლემა, აკვიატებული ფანები, რომლებიც აიდოლების პირად ცხოვრებაში იჭრებიან. დევნიან მათ, უტეხავენ ანგარიშებს, ცდილობენ მათ სახლებში შეღწევას და ზიანის მიყენებასაც კი. K-pop ინდუსტრიაში არის ასეთი კონცეფცია სასენ ფანები. ეს არის ისეთი ფანები, რომლებიც გაგიჟებულები დასდევენ აიდოლებს. ეს ისეთ სიგიჟემდე მიდის, რომ ერთი სასენ ფანი ცდილობდა გაეყიდა საცვალი EXO ჯგუფის წევრის. შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი დნმ-ი, კიდევ მაქვს მისი წინდები, ნუ მაკრიტიკებთ და თავზე ნუ მესხმევით. არ ვიცი რა. ქმის ჩამწერი კომპანიები ამას არ განსჯიან, პირიქით აქებენ ასეთ საქციელს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ძალიან მოსწონს ხალხს. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს მათ პოპულარობაზე და შემოსავალზე. მაგრამ არსებობს ასევე ანტიფანები. ძლიერი ზეწოლის და კიბერბულინგის ქვეშ მოხვდა სოლი. ის იყო FX ჯგუფის წევრი. მას ყოველთვის შეურაცხყოფას აყენებდნენ, როცა გამოდიოდა პირდაპირ გადაღებაში. მას დევნიდნენ იმის გამო, რომ ინტერნეტში დებდა სურათებს საკუთარ შეყვარებულთან ერთად. მისთვის ეს აუტანელი იყო და ბოლოს გოგონა ვერ გაუძლო საზოგადოების წნეხს. K-pop ჯგუფის ვარსკვლავი სოლი იყო აღმოჩენილი მკვდარი. კიმ ჯონ ჰიონი, ვოკალისტი K-pop ჯგუფის SHINee. მისი ტრაგიკული გარდაცვალება 2017 წელს შოკი იყო მთელი K-pop სამყაროსთვის და გამოაშკარავა კომპანიებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
პერსონაჟები. თავისი წინა სასიკვდილო წერილიც კი დაწერა. ის წერდა ღრმა დეპრესიაზე, მარტოობის გრძნობაზე და დიდების წნეხზე. ის ამბობდა: "ცნობილობა ალბათ ჩემთვის არაა. ამბობენ, ამიტომ მიჭირს. რატომ ავირჩიე ეს? სასაცილოა." ბევრი ტოვებს ინდუსტრიას ზოგჯერ წარმატების მწვერვალზე ასვლის შემდეგ. ფიზიკური და მორალური გამოფიტვის და ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ეს ისტორია მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ბევრი ტრეინი დებიუტს ვერ ელოდება და უბრალოდ მიდის. ბევრი აიდოლი ნაკლებად ცნობილ ჯგუფებიდან ახსნა განმარტების გარეშე უბრალოდ ქრება. მისესე ჯანმრთელობის პრობლემებში, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ, უსამართლო კონტრაქტებსა და პერსპექტივების არარსებობაში იმალება. დასკვნა ასეთია. K-pop ინდუსტრია ეს არის ვარსკვლავების წარმოების ქარხანა. მას შეუძლია გლობალური ფენომენების შექმნა და უზარმაზარი შემოსავლების მოტანა. თუმცა ამ წარმატების მიღმა დგას ტიტანური შრომა, წარმოუდგენლად დიდი წნეხი და უამრავი დამსხვრეული ბედი. ბევრისთვის K-pop ვარსკვლავად გახდომის ოცნება წარე იმედგაცრუებით ან ტრაგედიითაც კი მთავრდება. ხოლო თაყვანისმცემლებისთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სცენაზე კაშკაშა იმიჯის მიღმა დგანან ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანები. თავისი სისუსტეებით, გრძნობებით და ნორმალური ცხოვრების უფლებით. K-pop სამყაროში დიდების ნამდვილი ფასი შეიძლება გაუსაძლისად მაღალი იყოს. მადლობა რომ ამ ვიდეოს ბოლომდე დარჩით, იმედია მოგეწონა და საერთოდ რას ფიქრობთ, ახალი თემატიკა რომ დავიწყე, არის თუ არა ეს თქვენთვის საინტერესო. მინდა მოგიყვეთ რაღაც კრიპი ისტორიები, ეს ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. დაწერეთ რას ფიქრობთ ამაზე კომენტარებში და ნახვამდის. აი მე ეს ძაღლები იმედი არის მის რა. აგიჟებენ რა ეს ძაღლები ძალიან